მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. პროტესტი არის მილევად რეჟიმში, ცოტა ხნის წინ ეს განცხადება გააკეთა კობახიძემ, რომელიც რამდენიმე დღეა თავის ტრადიციული 2 საათიანი ბრიფინგით არ შეუწყენია თავი აუდიტორიისთვის. ცოტა ხნის წინ ის იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუმარი. რას ეტყოდით მას და ასევე კიდევ ერთ წარმომადგენელს ოცნების, რომელმაც გადათვალა დღეს და 1500 ადამიანი დათვალა საპროტესტო. მადლობა დიან, მივესალმები მაყურებლებს საქართველოს. მთელი ამ დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით 15 განმავლობაში ხელისუფლება ეგრეთ წოდებული ცდილობს პროვოცირებას ათასობით ადამიანის და ახსნე ხარას გულისხმობ. აი მსგავსი განცხადებებით. ცდილობს პროვოცირებას, მაგრამ ვერავითარი პროვოკაციით მან საწოდელს ვერ მიაღწია. მათ უნდათ ამ დღეების განმავლობაში რეჟიმის წარმომადგენლებს ისინი წარმოჩენილი იყვნენ მსხვერპლებად. რთულია, რბილად ვთქვათ, ხო, ამის მოსმენა, გააზრება და ყოველ დღეს სიცივეში, ქარში, ასობით ათასი ადამიანი სხვადასხვა ქალაქში ჯამურად იდგეს და მტკიცეთ და ურყევად აპროტესტებდეს უბრალოდ დგომით და არ წამოეგოს პროვოკაციას. მათ უნდათ, რომ ამ დღეების განმავლობაში ქართული ოცნებას, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებას წარმოჩენილიყო მსხვერპლად, რომ მათ ქონოდათ გამართლება მერე, რომ აი ესე აბსოლუტურად უაპელაციოდ სახლებში კი არა, ტელევიზიებში, პარტიულ ოფისებში შევარდნენ, რომ ჩაეხშოთ წარმოუდგენელი სისასტიკით ეს პროტესტი. ეს მათ ვერ მოახერხეს. დარწმუნებული ვარ, ეს გეგმა მათ ექნებოდა. ეს გეგმა მათ ექნებოდა, ისინი ოცნებოდნენ. ესენი ოცნებოდნენ და მე მართლა როგორც მოქალაქე მადლობას ვეტყოდი ყველა ადამიანს, უცნობ, ნაცნობს, ხოლმე ბევრი უცნობია, ძალიან ბევრი ნაცნობია, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც არ წამოეგნენ ამ პროვოკაციას. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი ოცნება ჰქონდა, ეხლა დინარაძესაც, კობახიძესაც, რომ დასრულებულიყო აი ეს 15 დღის პერიპეტიები მსხვერპლით მათ რიგებში. რომ მე უბრალოდ ყოველგვარი ორდერის, ყოველგვარი ასე თქვა რაღაცა კანონთან ოდნავ ახლოს ჩავლით მაინც რაღაცა პროცედურები მათ მოეყვანათ მოქმედებაში. პირველი სადაც შემოვარდებოდა იქნება ტელევიზიები, ოჯახები, ისედაც არ დაუკვლიათ, მაგრამ მაინც ეს იქნება მასობრივი. რომ 100 კაციც არ დამდგარიყო, მაგრამ ალღუაუღო ქართულმა საზოგადოებამ, თავისუფალმა საზოგადოებამ მათ მე ასე ვფიქრობ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ვფიქრობ, არა მარტო ანალიზია, გარკვეული ინფორმაციაც არის, ხო? რას იმედოვნებდა, რაზე აპყარებდა იმედებს ივანიშვილი. 100 კაციც კი ქონდათ იმედი არ დადგებოდა ამის შემდეგ რუსთაველის გამზირზე. მაგრამ ადამიანებმა მართლა გამოიჩინეს წარმოუდგენელი ადაპტაციის უნარი და არავინ არ წუწუნებს იმასთან დაკავშირებით თუ რა ეფექტი შეიძლება კონდეს მათ აი ესეთ მართალია ურყევ დგრად, მაგრამ დამღლელ ბრძოლას ყოველდღე დგომას რუსთაველის გამზირზე. ადრე წლების წინ ძალიან ბევრი ადამიანი შეგეკითხებოდა, რომ კი ბატონო, ერთხელ გამოვედი, ორჯერ გამოვედი, სამჯერ გამოვედი, მაგრამ როდემდე არავინ ამას არ კითხულობს. აი აქ გაუჭირდა ყველაზე მეტად რეჟიმს. ვინაიდან თავისუფალი ადამიანი მისთვის არის ყველაზე დიდი საფრთხე. არავინ არ ელოდა იმას, რაც ხდება. საქართველოში ეს არასოდეს არ მომხდარა. 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებითაც ბევრს უსაუბრია, მაშინაც კი არ ხდებოდა მასობრივი ეროვნული პროტესტია. ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები თავზეა და პოლიტიკოსების ადგილი სად არის ამ პროტესტში? მე ბევრჯერ მსმენია, რომ ამ პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ეს არის რა თქმა უნდა პირველ რიგში და რა თქმა უნდა ხელისუფლების წინააღმდეგ, მისი ბოლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ, არა მხოლოდ ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ, აი ეს სისასტიკემ კიდევ უამრავი გაფრაზებული ადამიანი გაიყვანა ქუჩაში, მაგრამ ამას აი თქვენ პოლიტიკურ რესურსს ხედავთ თუ არა იქით, რომ არც ოპოზიციის მიმართ ისინი არ არიან რაღაცა არ ჩანს დიდი ლოიალობა მათი მხრიდან. კრიტიკა მოგვისმენია მათ ერთობლივი, არასოდეს არ ყოფილა ასეთი ერთობლივი, ერთსულოვანი პროტესტი, ხო? რომელსაც ახლა ჩვენ ვადევნებთ და ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ სანამ ცვლილებები არ დადგება, მანამ სანამ ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი არჩევნები იმ ფორმატში, რომელიც მისაღები იქნება
მისაღები იქნება პირველ რიგში დემონსტრანტებისთვის, ანუ ასობით 1000 და რატო არა მილიონზე მეტი ქართველისთვის და საქართველოს მოქალაქისთვის. სად არიან პოლიტიკური პარტიები და ძალიან სწორად იქცევია მე რომ გითხოთ. აი ვაკი ზემოთ რომ ნომერი 1 ამოცანა რომელიც ქონდა ქართულოცნებას წამოგებულიყო ძალიან ბევრი მათ შორის პოლიტიკური პარტია მათ პროვოკაციებს და სულ სხვაგვარად წარიმართებოდა მათ სასარგებლოდ ეს პროტესტი და 15 დღე ნამდვილად ვერ გაგრძელდებოდა ეს პროტესტი. მათ რა ქონდათ გეგმაში ხო? წემე, აწამე, შემოვარტყი, დაიჭირე 1 დღე, 3 დღე, 4 დღე, 5 დღე, მუხტი ჩაკვდება. ძალიან ბევრი ადამიანი თქვენს გადაცემებშიც და არა მარტო რუსთაველის გამზირიდანაც, ოდესაც ვერთებოდით ახლაც და თვეების განმავლობაში ხშირად ჩვენ საუბრობდით რომ რამდენი ადამიანი შეიძლება დაიჭიროს ივანიშვილმა, რამდენი 100, 200, 300, 400, 700, 1000 და რა 400 დაიჭირა. დიახაც ხო? ეს ყველაფერი მათთვისაც ყურადსაღები იყო. და მიხვდნენ რომ საზოგადოება ამისთვისაც მზად არის, ვინაიდან ძალიან ძვირფას, ანუ ქართულ იდენტობას შეეხო, თავისუფლება შეეხო და დაჭერის რომ ხალხს არ ეშინია, ეს ძალიან მალევე დადასტურდა და მიიღეს გადაწყვეტილება, მოდი დაჭერილი ადამიანები ვაწამოთ. იქნება წამება და ცემა ტყეპა უმოწყალო, ეს არ იყო უბრალოდ ცემა ტყეპა, ხო ეს იყო წამება და ადამიანის უფლებების დარღვევა არ იყო, ეს იყო წამება. ჩვენ როდესაც უმძიმესი ისტორიებს ყვებიან დაკავებულები ადამიანები და ყველაზე კარგად ვახტანგ კაპანაძე გენერალი გადამდგარი წერს რომ აი ომსაც კი თავისი კანონები აქვს და დაკავებული ტყვეც კი არ შეიძლება ეს შემთხვევით არ მოხდარა დიანა, შემთხვევით არ მოხდარა, დიახ მათ ვიმეორებ, ჰქონდათ იმედი, რომ 3-4-5 დღე წავარტყამთ, ვცემთ და მუხტი ჩაკვდება. მე-6 მე-7 დღეს დეკემბრის თვეში საქართველოს ატიპიურად იქცევა ეხა ქართველიერი, ხო, პირდაპირ ვთქვათ, ხო? მისთვის არა დამახასიათებლად იქცევა. ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. მათ შორის დემონსტრანტების დიდი ნაწილი ვერ წარმოიდგენდა. ამიმდევრულობა. თქმა უნდა, ვინაიდან ეხაც ხშირად ავლებენ პარალელს, მაგალითად, ბევრი ადამიანი არის ეთერში მომისმენია მე რომ ბელორუსიაში მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. აბსოლუტურად მე არ შევადარებდი, ვინაიდან დიდი პატივისცემა მათ, როგორც ერს, დიდი პატივისცემა მათ, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს, მოქალაქეებს, რომლებიც ახლა ჩახშობილები არიან, მაგრამ მათი იდენტობა თავისუფლება არ ყოფილა არასოდეს. მათი იდენტობა თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს არ ყოფილა. ქართველი ადამიანისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის იდენტობა პირველ რიგში თავისუფლება და თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ ვიცით თავისუფლების გემო, მართალია მრავალი წლის განმავლობაში არა, მაგრამ ვიცით, ჩვენ იდენტობად ქცეულია. ამიტომ, როდესაც ჩვენ ქართველს ართმევ, არა, დიანა, თავის იდენტობას, როდესაც ართმევ, მოპოვებული უკვე, ჩაშენებული გაქვს შენ სულში, გულში, შენი იდენტობა. რეაქცია აღმოჩნდა ისეთი, როგორიც აღმოჩნდა. და რა ხდება? ერთად ხდება ეს ყველაფერი. პროცესი სად მიდის? რეჟიმების. ქუჩაში ჩვენ ხედავთ ადამიანებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, დრო და დრო, რა თქმა უნდა, იქ ხედავთ პოლიტიკურ ლიდერებსაც, მაგრამ სადმე არის თუ არა პოლიტიკური პროცესი, იმიტომ რომ პარლამენტის რაღაც იმიტაციური პროცესს ჩვენ ხედავთ პარლამენტის დარბაზში. ამის მიღმა, ქუჩისა და აი ამ პარლამენტის პროცესის მიღმა, სადმე არის პოლიტიკური პროცესი, რომელშიც ხარ ჩართული მონაწილეობა. კი ბატონო, ძალიან სრულყოფილად მინდა ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ. პირველ რიგში ეს პროცესი არის პოლიტიკაზე მეტი. ეს არის იდენტობის დაცვის პროცესი. შენი კუთვნილის დაცვის, რომელიც ეს შენი ეხება თელს ქვეყანას. და აქ ყველა ერთად არის, აბსოლუტურად ყველა ერთად არის. პოლიტიკოსებიც მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ძალიან დიდი ალბათობა იყო პროვოკაციების და წამოგება და ეს არ მოხდა, ვერ მოახერხა ქართულმა ოცნებამ. მიუხედავად ამისა, ხო? ეხა ის რომ დღეს ფაზები იყო, ხო, გასავლელი ეტაპები იყო გასავლელი, ის რომ დღეს ამ ფაზაშია, ამ ეტაპზეა პროტესტი გადასული. აი რა ფაზას უწოდებ? არა, საყოველთაო. ლაპარაკობს მუდმივად ფაზებზე. თქვენ როგორ დაგგავთ ეს საყოველთაო, ისა დიანა, საყოველთაო ეროვნული მოძრაობა. მაგრამ ამ ყველაფერს წინ უძღოდა ეტაპი, რომელიც შეიძლება ვერ გაგვევლო. მაგალითისთვის იქნებოდა თუ არა პარლამენტისადმი ბოიკოტი გამოცხადებული. ანუ პარლამენტში შესასვლელი საბჭოთა პარლამენტში საშვებზე, მე საშვებს ვეძახი, საბჭოთა საშვებზე უარის თქმა
იქნებოდა თუ არა ასეთი კონსენსუალური, ანუ ყველა ამას გააკეთებდა თუ არა. ეს უასი არ ყოფილიყო. საერთაშორისო არაღიარება რამდენად მიატანდა თავს თუნდაც 25 ნოემბრამდე კაცმა არ იცის. არჩევნები ჩატარდა 26 ოქტომბერს და 25 ნოემბრამდე სანამ პარლამენტი ეგრეთ წოდებული შეკრება ივანიშვილმა და 28-ში კობახიძეს გააკეთებია განცხადება, ისაც გააკეთებია ან ლონდონს, ან ბრიუსელს, ან ვაშინგტონს რომ მიელოცა უბრალოდ ივანიშვილისთვის ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები დღევანდელი დღე არ შედგებოდა. ამიტომ ამ პროცესში ნამდვილად აქვს პოლიტიკოსებს არაღიარება როგორც შენარჩუნებული ბოიკოტი როგორც შენარჩუნებული პროტესტი როგორც შენარჩუნებული ახლა რა უნდა იყოს მოპოვებული რო არ ყოფილიყო ის ეტაპი დიანა ვერ იქნებოდა შემდეგი უმნიშვნელოვანესი გადამწყვეტი გამსაზღვრელი იყო საბოლოოდ ეტაპი და ამ პროცესში ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია არის ჩართული სხვადასხვა ფორმით. არსებობს ერთმანეთში კომუნიკაცია. ძალიან მჭიდრო ახლა ამ ეტაპზე, მაგრამ თუ თქვენ იმას მეკითხებით, რომ აი ამაზე მეტი, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება, ქუთაისში ხდება, ზუგდიდში ხდება, ბათუმში ხდება, შეიძლება გაკეთდეს პოლიტიკოსის ხელით? მე პირდაპირ გეუბნებით. შეიძლება მეც კი პროვოკატორად მივიჩნიო ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვინც ეცდება პირდაპირ დომინაციას ან პროვოცირებას პროცესის რომელსაც არ ჭირდება პროვოცირება. ამ პროცესს აქვს მთავარი მოთხოვნა ეს აქვს ახალი არჩევნები. ამიტომ აი ეს პროტესტში თქვენ უნდა დაინახოთ ახალი არჩევნები ამ ადამიანების რაღაც სულისკვეთებაში, განწყობებში აბსოლუტურად თლიანად ინტეგრირებულია ყველა საზოგადოებრივი ჯგუფი, ყველა პროფესიული ჯგუფი და მათ შორის რა თქმა უნდა პოლიტიკური ჯგუფები, ხო? ეხლა ვიდრე ვსაუბრობთ ციხეებშიც არიან მათ შორის ხო პოლიტიკოსები, ხო? სამდე ალეკო ელისაშვილი, ნიკა გვარამეხი გვეუხერხულება საკუთარ მეგობრებზე საუბარი. მართლა გვეუხერხულება, როცა ამდენი 460 ადამიანია, ხო, საბას ხვიტარიძე, სხვა პარტიის წევრები, ანუ აქ სეგრეგაცია ვის უდევს პარტიული მანდატი და ვის უდევს მედიის წარმომადგენლის დამადასტურებელი რაღაცა მოწმობა ჯიბეში, ან ინჟინრის დიპლომი, ან სეისმოლოგის. ეს ვერ მოხდება, დიანა, ამიტომ თავარი ახლა არის, რომ აი ამ უწყვეტმა უკან დაუხეველმა პროტესტმა მოგვიტანოს ქვეყანაში ახალი არჩევნები და ეს ახალი არჩევნები შედგება ქვეყანაში იმ ფორმატში, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის. აქ უკან დახევა არ იქნება და ვერც ივანიშვილის მხრიდან ნახევრად უკან დახევა იქნება მისაღები ვინმესთვის, რომელიღაცა მაღალი თანამდებობის პირის ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ობახიძის ნახევრად და სულად რა ითვლება. ნახეთ, ნახევრად ითვლება თუ პრემიერს შეცვლის. სულად ითვლება თუ ახალ არჩევნებს დანიშნავს. ლაპარაკი, დიალოგი ახსენა, ყველა სხვათა შორის არ ვიცი ახლა თქვენთვის შეიძლება ეს ვისთვის როგორ არის ავტორიტეტები როგორ იყოფა, მაგრამ აი ამ მომართვებში, რომელიც დღეს წავიკითხე რამდენიმე, მათ შორის მაკრონის, პატრიარქის მიმართვა მესმის რომ ეს სეკულარული ქვეყანაა, მაგრამ თავადაც გადაწყვიტა რაღაც თავისი ხმა ამ პროცესს, ყველგან ისმის დიალოგი. რა არის თქვენი პასუხი ამ ტიპის კი ამოცანა არის რომ ყველანი ჩაერთეთ ამოცანა დიახაც არის საბოლოო ჯამში რა სურათი შეიძლება მივიღოთ ეს დიდ სურათი შეიძლება შევიწყიტოთ აი ხელისუფლება რო თქვას კი მზად ვარ დიალოგისთვის ხო ივანიშვილის რეჟიმის იმ სირმის კრიზისში შეყვანა რომ ის გახდება იძულებული სამოვიდეს დათმობაზე არა მხოლოდ ქართულ ხალხთან მათ შორის ქართული ხალხის საუკეთესო მეგობრებთან საერთაშორისო დონეზე. კი, ის ქარაფშუტულად ვარაუდობდა, იმედოვნებდა, რომ ეს არ მოუწევდა ხალხო. არა, დარწმუნებით შეიძლება თქვა, ის არ უშვებდა იმას, რომ 28 ნოემბერს ხალხი იქნებოდა ამის მეათედი პროტესტი, რომელიც აღმოჩნდა. ახლა ცვალინდელ დღესთან დაკავშირებით ის ისევ ქარაფშუტულად იმედოვნებს, რომ გონია რომ ყაველაშვილი თუ დადეს პრეზიდენტად როგორი უხერხული სიტყვა შედაღვევა, მაგრამ ნუ არის ჯერჯერობით, ხო? და ნაზვისხე ანთეს დეპრესიული ბაცილები შემოვარდება ამ პროფესიულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ჯგუფებში, ისევე როგორც 25 ნოემბერს იყო, როდესაც პირველი არალეგიტიმური საპარლამენტო სხდომა შეიკრიბა და ჩატარდა, ხო? დეპრესიული ღრუბლები ჩამოწვა, მოიქუფრა საზოგადოებრივი პოლიტიკური ცა ამ დეპრესიული ღრუბლებით, მოდი ვთქვათ.
და იფიქრა რომ მოდით ახლა ყავლოშისაც გავიტანთ. და მოდით მერე უკვე კობახიძესაც გავაკეთებთ განცხადებას. ხვალას აბსოლუტურ პროცესი მსგავსი საპროტესტო ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა უნდა გაგრძელდეს და გახდეს ზარდი და გადამოვიდეს და გადმოსულია უკვე დღის განმავლობაში, რომელიც მე მჯერა რომ ერთჩვენი დღეს საყოველთაო გაფიცვით დასრულდება და გაგრძელდება მანამ სანამ საჭირო იქნება. როგორც იარაღი, როგორც მექანიზმი, დიახ. თავარი მექანიზმი რომ ის წავიდეს სერიოზულად. ბევრად გამოცდილი ადამიანები ცხოვრებისეულად, პოლიტიკურად, ხო? უსაუბრიათ მათ და ბიზნესის წარმომადგენლების ასეთი კონსოლიდაცია არავის არ ახსოვს. არც ერთ ეტაპზე არ ახსოვს. პროფესიული ჯგუფები ვახსენეთ, ხო, ვით მართლა ამ ქვეყანაში დოულაც ქმნის. აი იმ კატეგორიის ბიზნესი მაქვს ხედველობაში და არა ტენდერებზე რო უზის, ესე იგი ივანიშვილს და კალას. ამიტომ აი ესეთი იზოლება პარალელურად ჩვენს მეგობრებთან აქტიური მუშაობა, რომელსაც ხაზგასმა აღარ ჭირდება, ის ისედაც მიმდინარეობს, ხომ? გამოიწვევს იმ შედეგის დადგომას, რომლისგანაც ჩვენ ერთობლივად მოძრაობთ ახალი არჩევნები ქვეყანაში, რომელიც უნდა ჩატარდეს არა ამ პირობებში, რომელსაც ქვია გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრობა ივანიშვილის პირადი ხელის, CSKOS-ი, საბოლოო ჯამში რაღაცა ინტერაქცია საჯარო, რა თქმა უნდა, შედგება. რაღაცა რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება კარზე მიღმა, ხო? ეს ყველაფერი იქითკენ მიდის ივანიშვილს უნდოდა რომ შენ ყოფილიყავი მოგუდული აბსოლუტურად პროცესის თვალსაზრისით და არ ქონოდა არეალი სივრცე მოქმედების. პირიქით ხდება ივანიშვილის რეჟიმი უნდა მოიგუდოს. ყველა რეჟიმი ჩემი დაკვირვებით დიახაც ემხობა, იშლება, ჯერ ირყევა და მერე ინგრევა. მაშინ, როდესაც აი ესეთი სტიქიური, სპონტანური, ამოხეთქვა ვულკანიზებული ხდება. რაღაცა გაწერილი გეგმით შენ უპირისპირდებოდე რეჟიმს და ესე მეთოდურად საწყის ეტაპზე მას აცლიდე ძალას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შედეგი დასრულებულიყო. ივანიშვილი დადგა აბსოლუტურად მისთვის მოულოდნელი სცენარის წინაშე და ის რაც ყოველდღე ხდება, ეს აცლის ძალას მათ პროპაგანდასთან. ნიკა, მადლობა. ტელეკომპანია იმედს უნდა დაგემშვიდობ. დიახ, ჩვენც იგივე ტელეკომპანია იმედს სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი უყურებს. ტელეკომპანია TV პირველის მე ვადევნებ, ხო, ჩემი ინტერესფეროა. რეიტინგი, ყურებადობა ხშირად გაცილებით მაღალია, ვიდრე ტელეკომპანია იმედის და ჯამურად ოპოზიციური ასე თქვათ, მაყურებელი და არა მხოლოდ მაყურებელი, უფრო მეტი უყურებს ვიდრე ტელეკომპანია იმედს. ეს პირიქით, ეს პირველად ხდება უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, ბოლო 12 წელიწადში. პირველად ხდება, როდესაც ძალა გამოეცალა ივანიშვილის პროპაგანდას. მადლობა, ნიკა, მადლობა.